بسم الله والصلاة والسلام على رسول الله وعلى آله وأصحابه ومن تبعهم بإحسان إلى يوم الدين. رب اشرح لي صدري ويسر لي أمري واحلل عقدة من لساني يفقهوا قولي. اللهم ثبتنا عند موتنا بلا إله إلا الله. اللهم اجعلنا من الذين آمنوا وعملوا الصالحات وتواصوا بالحق وتواصوا بالصبر. آمين يا رب العالمين. السلام عليكم ورحمة الله. ჩვენ ერთხელ ვთქვით რომ წინა გაკვეთილზე ერთხელ ვთქვით რომ არ უნდა ვიყოთ ცხოველებზე უარესი. აბა ვისახსოვს როგორ შეიძლება ადამიანი მუსლიმი იყოს ცხოველებზე უარესი? მასწავლებელისთვის ვინც დუას არ აკეთებს. ხო, ვინც ალიმებისთვის დუას არ აკეთებს. არ სთხოვს ალლას რომ ღმერთო შეიწყალე ალიმები. რატომ? მის დალილი რა არის? ვინც მიჩნევ ცხოველზე. ანუ ტალიბული ალიმებისთვის მედანის დაკებალ კლარბილა დოაედან. ან ზღვაში მყოფილი თევზებიც კი დუას აკეთებენ მათ. თევზებიც კი, ცხოველებს კი აკეთებენ დუას ალიმისთვის. მუსლიმი რომელიც არ აკეთებს ალიმისთვის დუას, ესე იგი ცხოველზე უარესი გამოდის. თუ ცხოველი მასულიათი არანაირი მაგას არ აქვს. არ ჯაჰანამი, არ ჯანნათი, ასე შემდეგ. მასულიათი ვაჯიბი მით ვარაფერი არ არის. აკეთებს დუას ალიმებისთვის, მით უმეტ ჩვენც უნდა გავაკეთოთ. ამიტომ ალლას ხარო შეიხ იბნ სემინი შეიწყალოს. რომელიც ახლა მის წიგნს გითხულობს. ასევე ჩვენ შეგვიწყალოს ყველანი მის მოვიდა გაკვეთილზე და ასევე მაყურებლები ყველანი. ამინ. ალიმების ადათიდან ის არის რომ ყოველთვის აკეთებენ დუას ხალხისთვის. არა მარტო ალიმების, არამედ ხალხისთვის. რომ ნახავთ მაგათ წიგნებს, გინ იმამ ბუხარი იყოს, გინ შეიხ ისლამ იბნ თეიმია და ასე შემდეგ. ნახავთ რომ მაგათ წიგნებში წიგნი როცა იწყება წერია ფაალამ რაჰიმაკალლაჰ. იცოდე ალლაჰმა შეგიწყალოს. ნახეთ, აი ეს არის ალიმების ადათი. რატომ? მასწავლებელი უნდა იყოს არა უბრალოდ მასწავლებელი, არამედ უნდა იყოს მურაბი. მურაბი რას ქვია მაგას? აი ასე თქვა როგორც მამა. როგორც აი თავის მოსწავლეებს ისე უყურებს როგორც თავის შვილებს. ან წუხარება აქვს მაგათზე, სიხარული მაგათთვის, ყოველთვის სიკეთე უნდა მაგათთვის. როცა ბრაზობს მაგათზე, ბრაზობს როგორც მამა, არა როგორც უცხო ადამიანი. როცა უხარია როგორც მამა და ასე შემდეგ. ეს არის ალიმების ადათი. და ჩვენ თუნდა მაგათგან ავიღოთ ადათი. პირველ რიგში ადაგავიწყდეს ალიმებზე დუა, მერე ერთმანეთისთვის და დანარჩენებისთვის. კარგი ძმებო, ჩვენ წინა გაკვეთილი გავიარეთ შეიხ იბნ სემინის 48 შეკითხვა შესავალი, ანუ რაზე იყო მარხვა და ასე შემდეგ. აბა რისთვის არის მარხვა? რისთვის დააწესა ალლაჰმა მარხვა? რომ იყოთ მუთტაყინების შორის, ანუ ღვთისმოშიში ხალხის შორის. მისი დალილი რა არის? მტკიცებულება რა არის? 193. ხო. ლაალაკუმ კუთიბა ალეიკუმუს სიამუ და ბოლოს ლაალაკუმ თატტაყუნ. იმისთვის რომ თქვენ ანუ შეგეშინდეთ. ნაშუმამა სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ რა თქვა, ადამიანი რომელიც მაგალითად მარხვა მოვიდა, მარხულობს, მაგრამ ილანძღება, იგინება, ცოდებს, ანუ არ შეეშვება. ეგეთ ადამიანს რა იროდება? არ ეპატიება მაგას. და ალლაჰმა რა თქვა ეგეთ ადამიანს რომ ყაბული არ იქნება და ალლას ეგეთი ადამიანის მარხვა არ სჭირდება. რა ნიშნავს არ სჭირდება? ალლას არც ერთი ადამიანის მარხვა არ სჭირდება. არაფერი არ მოემატება მაგის გამო. ეს იმას ნიშნავს რომ მალგი მაგას არ ექნება. ანუ ადამიანი ტყუილად დაკარგა თავისი დრო. კარგი ძმებო. დღეს მე მინდოდა 9 შეკითხვის გავულა, მაგრამ შევაწყო ცოტა დიდი გამოდის, ამიტომ გავაკეთეთ ეს 6 შეკითხვა. სვალი ძმებო 48 შეკითხვა. მე მგონი ვერ მოვასწრებთ ეგრე ჩვენ, ყოველ კვირას თუ გავივლით ეგრე, მგონი ვერ მოვასწრებ. შემდეგ კვირაში შეიძლება გავაკეთოთ 15 შეკითხვა. და ეს იქნება 6, იმიტომ პირველი შეკითხვა ცოტა დიდია. მაშალა შეიხ იბნ სემინის ადათისგან ის არის, რომ როცა რაღაცა ეკითხებიან, შეიხ მაშალა როცა პასუხობს, აი როგორც აი ძალიან გახსნიათ, ყველაფერს ხსნის. პირველი შეკითხვა რომელიც დავხსნის ყველაზე ხშირი შეკითხვა მაჰია მუფატირატ ალლათი თუფატირუ ასაიმა. რა არის ის რაღაცეები რაც ანუ მარხულ ადამიანს მის მარხვას ანუ შრის. რა არისო? შეიხი იძახის ალ მუფატირატუ ფილ ყურანი თალათა. სამი რამ რაც არის ყურანში მოსული შრის ადამიანს მარხვა. ალ აკლუ საჭმელი, აშურბუ სასმელი, წყალი, წვენი და ასე შემდეგ. والجماع და ახლო ურთიერთობა მეუღლესთან. ودليل ذلك قوله تعالى მის მტკიცებულება რა არის? فالآن باشروهن وابتغوا ما كتب الله لكم وكلوا واشربوا حتى يتبين لكم الخيط الأبيض من الخيط الأسود من الفجر ثم أتموا الصيام إلى الليل. اللهم თქვა, ეხლა მიუახლოვდით, ანუ შეგიძლიათ მიუახლოვდეთ თქვენს მეუღლეებს და მიესწრაფეთ იმის მიმართ, იმისკენ, რასაც ალლაჰმა დაწერა თქვენთვის. ჭამეთო და სვითო, სანამ ვერ გაარჩევთ, ანუ თეთრ ძაბს შავი ძაფისგან, როცა ანუ გათენება იქნება, ანუ ფაჯრის არის ნათქვამზე. Thumma atimu siyama ila al-layl. და მე გააგრძელეთ მარხვა
ღამამდე, ღამამდე. ეს არის იმის დალილი, რომ არც დალევა, არც ახლო ურთიერთობა, არც ჭამა მაღრიბამდე არ შეიძლება როგორც კი ამოვა მზე. فبالنسبة للأكل والشرب سواء كان حلالا أو حرام რა შეეხება საჭმელსო და სასმელსო გინდ იყოს حلالي გინდ იყოს حراميო وسواء كان نافعا أو ضارا იყოს სასარგებლო ან იყოს მავნე am daran wala nafi'an an იყოს მავნე მაგრამ არანაირ სასარგებლო მაგას არ აქვს wala daran وسواء كان قليلا أم كثيرا გინდ იყოს ეს საჭმელი და შეჭამი ან დალე ცუდი შენთვის კარგი ბევრი ან ცოტა وعلى ذلك فشرب الدخان مفطر ასევე სიგარეტის მოწევა აქაც შედისო არის რა ის რასაც არღვევს მარხვას როგორც სიგარეტის მოწევა ასევე კალიანის მოწევა და ასე შემდეგ ولو كان ضارا حراما და რომც იყოსო ეს حرامიო ანუ შეხედა ნიშნობა არ აქვს შენ თუ ას حرامი ჭამე მაგალითად რა შეიძლება حرامი არ ვიცი მაგალითად რა ვიცი არა ალლაჰი დაყლული ხორცი სიტყვაზე ხო حرامია შეჭამე მარხვის დროს მაინც შენი მარხვა არის რა არის დარღვეული حتى إن العلماء قالوا علمي بأسويت كويس لو أن الرجل بلغ خرزة لا أفتر رمز أدميا ما قدق لبصرة أي مدزيفي بطر رغصة أرسج مني أرى بيرس رمز إذا قدق لبص ميسي مرخوراليس أنو أريك نبات شاتليلي والخرزة لا تنفع البدن دا اسم مدزيفي أرنا سسر قبلوس تانس أرازليوس ومع ذلك تعتبر من المفطرات მიუხედავად ამისა, ითვლება იმ რაღაცების გამო, რან რას არღვევს მარხვას. ولو أكل عجينا عجين بنجس لا أفطر مع أنه ضار. რომც იყოს ცომი, რომელიც არის შერეული რაღაც ნაჯასთან, რაღაც სიბინძურესთან, მაინც ადამიან მაგას თუ შეჭამსო, მისი მარხვა არის რა, არ ჩაითვლება. მიუხედავად იმისა, რომ არის მავნეო. მაგალითად, ავლის რაღაც ჩავალდა ცუდი რაღაც სომში და შეჭამე ადამიანი შეჭამა. მაინც არის დარღვეული მისი მარხვა. ასალისო, მესამე, ჩვენ თქვით, სასმელი თქვით, საჭმელი, ეხლა მესამე ალჯიმაუ, ახლო ურთიერთობა. وهو أغلظ الأنواع المفطرات. ეს არის ყველაზე მკაცრი და შეიძლება ადამიანი გააკეთოს, რომ დაარღვიოს თავისი მარხვა. لوجوب كفارة فيها. იმის გამო, რომ ადამიანი თუ გააკეთა ახლო ურთიერთობა თავის მეუღლესთან, რამადის დროს, მარხვის დროს, დღითი მაგასაც კაფარათი რა არის? والكفارة هي عتق رقبة. არის ერთი მონის განთავისუფლება. ჩვენ დღევანდელ დროს მონები არ არის. فإن لم يجد فصيام شهرين متتابعين. მაგრამ თუ მონას ვერ ნახავს იმის თუ განთავისუფლოს, ორი თვე უნდა იმარხულოს. ზედიზედ. არ შეუძლია, ანუ რა, მაგალითად ორი თვე როგორც მებო. ორი თვე ხომ უნდა იმარხულოს. სიტყვაზე იმარხო ერთი თვე, მე ერთი დღე ვერ შეძლო. თავიდან უნდა იყოს. ალბათ დაგვიფაროს. ეს არის კაფარათი რა, ანაზღაურება იმ ერთი დღის მარხვისთვის. فإن لم يستطع فإطعام 60 مسكينا. და თუ არ შეუძლია, მაშინ 60 ადამიანი უნდა აპროს. რასაც ადამიანი თვითონ ჭამს, არა ისე რომ სნიკერს უყიდა, აჰა ჭამე და всё, არა. რასაც თვითონ ჭამს, წესიარად სახში, ისე უნდა აპროს 60 ადამიანი, რომ ჩაითვება, როგორც ეპატიება ის დღე. მაგრამ პირობა არის, თუ არ შეუძლია ჯერ ორი თვე იმარხულოს. ზოგი ხალხი რას აკეთებს? მოდი ორი თვე ძნელია, მოდი ფული მაგარ ხამდა ღმერთი ფული მოცი, მოდი ვაჭმე და всё, არა, ეგრე ხდება. ეგრე ახდება. ალლაჰმა თქვა, ჯერ მონები არა, ჩვენ დროს ვერ განთავისუფლებ ვერავის, აუცილებელი მე შენთვის რა, მარხვა ორი თვე. მეოთხე ალ-ინზაულ მანი ბილლადა. ანუ ასე თქვა, სპერმის გაკეთება, ასე თქვა, მასტურბაცია, ანონიზმი. ისტიმნა, ხო, ანუ ანონიზმი. ბილლაზა რა ქვია სიამოვნებით, როცა ადამიანი თვითონ მაგას. ანუ მაგას აკეთებს განზრახულად აკეთებს. فإذا أخرجه الإنسان بلذة فسد صومه. تو ადამიანმა გააკეთა ეგ საქმე, ანუ სიამოვნებით, ანუ აქედან გამომდინარე, რომ თვითონ მაგას ეგუნდოდა, მაშინ მისი მარხვაც ასევე იშლება. ولكن ليس فيه كفارة. მაგრამ ამ დროს კაფარათი არ არის, ანუ არ უნდა იმარხოს ორი თვე. უბრალოდ ის დღე უნდა აანაზღაუროს. لأن الكفارة تكون في الجماع خاصة. იმიტომ კაფარათი, ან ანაზღაურება არის მხოლოდ ახლო ურთიერთობაში. الخامس მეხუთე რასაც შეიძლება დარღვიოს მარხვა, ეს არის ჩვენ დროს, الإبر التي يستغنى بها عن الطعام والشراب. ეს არის ინიექცია, ან ნემსი ასე ვთქვათ, რომელიც ანუ ხალხი იყენებს იმის ან საჭმლის და წყლის მაგივრად. როგორც მაგალითად გლუკოზა. ადამიანი როცა არის ავად, ან კომაში ან რაღაცა, ის რაც შეყავს ანუ იმის საჭმლის მაგივრად არის და ასევე წყლის მაგივრად. თუ ადამიანმა მიიღო ეგეთი ნემსი, ეგეთი ინიექცია, ასევე მისი მარხვა არ არის მიღებული. وهي المغذية. და ეს არის რაც ტანს, ანუ ასე ვთქვათ, ავსებს, ანუ საჭმლით და ასე შემდეგ. أما الإبر غير المغذية فلا تفسد الصيام سواء أخذها إنسان بالوريد أو بالعضلات. მაგრამ თუ არის ნემსი, რომელიც ანუ
ტანს, ანუ არაძერს როგორც საჭმელ წყალს, როგორც მაგალითად აი გამოყუჩებელი რო ავიღოთ, ხო? რომელიც კეთდება ვენაში ან კუნთში, ეგეთი ნემსი მარხვას არ შლის. ეგეთი ნემსი მარხვას არ შლის. لأنها ليست أكلا ولا شربا. იმიტომ ეს არ არის არც საჭმელი, არც სასმელი. ولا بمعنى الأكل والشرب. და არანაირი კავშირი მაგას არ აქვს საჭმელთან და წყალთანო. السادس მეექვსე რაც შლის მარხვას القيء عمدا. როცა ადამიანი არ წევს განზრახულად. فإذا تقيأ الإنسان عمدا فسد صومه. თუ ადამიანმა არ წია განზრახულად, მის მარხვა არის აშლილი. ანუ არ იქნება ჩათვლილი. وإن غلبه القيء فليس عليه شيء. მაგრამ თუ არ წია, ანუ არათავისნებით, ანუ ადამიანი უკვე ვერით მენსულად არის ავათარებდა, ვერით თვითონ ამოვიდა, ამ შემთხვევაში მისი მარხვა არ არის დარღვეული, აგრძელებს მარხვას. السابع მეშვიდე خروج دم الحيض أو النفاس. როცა ქალს ეწყება menstruatsiya ან nifas. nifas არის ორსულობის მერე სისხლი, რომელიც გამოდის მაგ დროს. فإذا خرج من المرأة دم الحيض أو النفاس ولو قبل الغروب بلحظة فسد صومه. რომს გამოვიდეს, რომს დაიწყოს ქალს menstruatsiya ან ორსულობის მერე სისხლი, რომს დაიწყოს წამოსვლა, ცოტათი მაინც სანამ მზე ჩავა, 5 წუთი ადრე მაინც ის დღე უნდა აანაზღაუროს ქალმა. ეს არის მეგობრებო ალლაჰის ყადრი. ზოგიერთი ან და შეიძლება ანუ როცა ეწყება ეს საქმე, ანუ წუხარება აქ, მაგრამ არ უნდა კონდეს წუხარება, ეს არის ღმერთის ნება რომ დაიწყო, მაგას პრობლემა არა ეს. საბრი გამოეჩინონ და მაგისთვის ინშალლა აჯრის მაგათ ექნება. وإن خرج دم النفاس أو الحيض بعد الغروب بلحظة واحدة صح صومها. შეიხი იძახის რომ ქალს დაიწყოს ეს menstruatsiya ან ორსულობის მერე სისხლი მაღრიბის მერე 5 წუთი მაინც რო გავიდეს მაღრიბის მერე ცოტათი მაინც მისი მარხვა მაინც ითვლება. الثامن მერვე إخراج الدم بالحجامة. სისხლის გამოღება ჰიჯამით. გამოღება ჰიჯამით. აქ ძმებო ალიმები შორის არის იხტილაფი. ზოგი ალიმმა თქვა რომ ჰიჯამა ანუ მარხვას არ აღვევს, ზოგი ალიმმა თქვა რომ არ ღვევსო. შეიხ იბნ უზეიმინი იძახის არ ღვევს და მაგრამ როგორ არ ღვევს ეხლა მაგას დავიკითხავთ. لقول رسول الله صلى الله عليه وسلم ابن شمامة صلى الله عليه وسلم თქვა أفطر الحاجم والمحجوم. ანუ ადამიანმა რომელიც გაკეთა ჰიჯამა და ვინც აკეთებს ჰიჯამას, მაგათი მარხვა არის რა, ანუ დაშლილია. فإذا احتجم الرجل وزحر منه الدم فسد صومه. და თუ გაკეთა ადამიანმა ჰიჯამა და სისხლი გამოვიდა, მისი მარხვა არ იქნება ჩათვლილი. وفسد صوم من حجمه إذا كانت بالطريقة المعروفة في عهد النبي صلى الله عليه وسلم. და ასევე ის ადამიანი მისი მარხვა ირღვევა, ვინც გაკეთა ჰიჯამა, თუ გაკეთა ისეთი გზის, როგორც აკეთებდნენ შუმავალი სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ დროს. როგორ აკეთებდნენ ვინც? როგორ აკეთებდნენ მაგის დროს? ცხოველების რქებს იღებდნენ და ვაკუუმს აკეთებდნენ, ანუ პირით ისეთ დავლენიან წნევას აკეთებდნენ, რომ გროვდებოდა ის სისხლი მაგას მერე ჭრიგიდან და მერე ისე ვაკუუმს აკეთებდნენ. ანუ დიდი საშიშროება იყო, რომ შეიძლება პირში მოხდებოდა სისხლი. ადრე ეგრე აკეთებდნენ. დღეს უკვე ჩვენურ აპარატები არის და უბრალოდ ანუ არანაირი პრობლემა არ არის. შეიხ იძახის თუ იმ გზით აკეთებს ხალხი, მაშინ უნდა იყოს, მაშინ მისი მარხვა არის რა, არ იქნება მიღებული იმ დღის. وهي أن الحاجم يمس قارورة الدم. دا ეს შეიხ იძახის რომ ვინც ჰიჯამას აკეთებს, يمس ანუ პირით გამოწოვს სისხლსო, ანუ წნევას აკეთებსო. أما إذا حجم بواسطة آلات المنفصلة عن الحاجم. მაგრამ თუ იყენებს ცალკე როგორც ინსტრუმენტებს თუ გააკეთოს ჰიჯამა, فإن المحجوم يفطر. მაშინ ვინცაც უკეთებენ ჰიჯამას, მარტო ის ადამიანი მისი მარხვა იშლება. والحاجم لا يفطر. მაგრამ ვინც ჰიჯამას აკეთებს თვითონ, მისი მარხვა არ იშლება. وإذا وقعت هذه المفطرات في نهار رمضان من الصائم يجب عليه الصوم. და ეს ყველაფერი ჩამოთვალე ძმებო, თუ მოხდა ეს ყველაფერი რამადის დღითი, როცა ადამიანი დღეს მარხულობს, აუცილებელი მისთვის რა მარხვა, ანუ ანაზღაურება. ترتب على ذلك 4 أمور. ამ შემთხვევაში 4 რამ მაგას ეკისრება 4 რამ. თუ ადამიანს დაარღვია მარხვა დღითი. პირველი რა ალ-ითმუ, ეს არის რა ცოდვა. უნდა მოინანიოს აუცილებლად, ეს არის ცოდვა. მეორე ფასადუ სოუმი, მისი მარხვა არის აშლილი, ანუ არ იქნება ჩათვლილი. მესამე ვუჯუბულ იმსაკი ბაყიათ ზალიკალ იომ. ზოგ ხალხს რა გონია, რახან დაარღვია მარხვა, ეხლა შემიძლია არ ვიმარხულო, არა. აუცილებელი რომ დაარღვია მარხვა, უნდა გააგრძელო მაინც მარხვა მაღრიბამდე, მაინც ბოლომდე და ის დღე მაინც უნდა აანაზღაურო. ვუჯუბულ ყადა, მეოთხე აანაზღაურება იმ დღის. ანუ ცოდვა, მოინანიოს ადამიანი, მერე რა ფასადოს მისი მარხვა არ იქნება ის დღე არ იქნება ჩათვლილი,
აუცილებლად მესამე რა გააგრძელოს ბოლომდე და მეოთხე უნდა ანაზღაუროს. და მეხუთე ემატება وإن كان الفطر بالجماع ترتب على ذلك أمر خامس وهو الكفارة. და თუ მეხუთე რამე მოხდა, როგორც ახლო ურთიერთობა მეუღლესთან ღითი, ამ შემთხვევაში მეხუთეს ემატება, ეს არის كفاراتي. وإن كان الفطر ولكن يجب أن نعلم أن هذه المفطرات لا تفسد الصوم إلا بشروط ثلاث. დანიშნულმა მომენტი ძმებო. მაგრამ უნდა ვიცოდეთ რომ ეს ყველაფერი ადამიანი აუცილებელია რომ აანაზღაუროს მარხვა ბოდიში يجب أن نعلم أن هذه რომ ეს რაღაცები არ უღებს მარხვას იმ შემთხვევაში თუ მაგალითად ანუ არ აღებს იმ შემთხვევაში თუ სამი რაღაცა იყო. პირველი რა ალ-ილმუ ცოდნა. ადამიანი უნდა იცოდეს რომ ეს ხიჯამა მაგალითად მარხვას არ ღვევს. მეორე აზიქრუ უნდა ახსოვდეს რომ ეს რაღაცა არ ღვევს მარხვას. და მესამე ალ-ირადა უნდა მისი ნებით იყოს. არ უნდა დააზაროს. فإذا تناول الصائم شيئا من هذه المفطرات جاهلا თუ ვიღაცა რაღაცა ჭამა მაგალითად ადამიანს წყალი დალია ან ჭამა მაგრამ ჯაჰილი არ იცის რომ ეს მარხვას არ ღვევს فصيامه صحيح მისი მარხვა არის მაინც ჩათვლილია ანუ არ იქნება დარღვეული მისი მარხვა سواء كان جاهلا بالوقت أو كان جاهلا بالحكم რომც იყოს ჯაჰილი ანუ არ იცის მისი როცა შევიდა დრო ან არ იცის მისი ჰუქმი ანუ ეს ჰარამია მაგდროს ან ჰალალია مثال الجاهل بالوقت მაგალითად ადამიანი როგორ შეიძლება იყოს ჯაჰილი დროითი أن يقوم الرجل في آخر الليل ადამიანი როცა დგება ღამის ბოლო ნაწილში ويظن أن الفجر لم يطلع და მაგას გონია რომ فيأكل ويشرب ويتبين أن الفجر قد طلع ჭამ სვავს მერე თურმე ანუ მარხვის დრო უკვე დაიწყო فهذا صومه صحيح მის ეგეთ ადამიანის მარხვა არის რა ჩათვლილია لأنه جاهل بالوقت იმიტომ ეს ადამიანი არის ჯაჰილი არ იცის რომ შევიდა დრო ومثال الجاهل بحكم ადამიანი რომელიც არ იცის იმ რაღაცის ჰუქმი أن يحتجم الصائم وهو لا يعلم أن الحجامة مفطرة ადამიანი აკეთებს ხიჯამას და არ იცის რომ ხიჯამა სინამდვილეში აკეთებს რა მარხვას არ ღვევს فيقال له صومك صحيح მაგას ჩვენ ვეთქვითო შენი მარხვა არის სწორიო შენი მარხვა არ არის დაშლილი ანუ والدليل ذلك قوله تعالى მაგის მტკიცებულება რა არის სადაც ალლაჰმა უზენაესმა თქვა ربنا لا تؤاخذنا إن نسينا أو أخطأنا ღმერთო ჩვენო არ დაგვსაჯო იმის გამო რომ ჩვენ დაგვავიწყდა ან შევცდითო ეს არის მაგის დალილი هذا من القرآن ეს არის ყურანიდან დალილი ეხლა სუნნათისგან ومن السنة حديث أسماء بنت أبي بكر حديث أسماء بنت أبي بكر رضي الله عنهما الذي رواه البخاري رمز مويد بخاري صحيح بخاري قالت მაგან თქვა أفطرنا يوم غيم على عهد النبي صلى الله عليه وسلم ჩვენ ერთხელ იფტარი გავაკეთეთ როცა იყო ღრუბლებიო ანუ არ ჩანდა მზე არ ჩანდა ეს არის შომაულის დროს იყო صلى الله عليه وسلم ثم طلعت الشمس فصار إفطارهم في النهار მერე გამოჩნდა ზე და თურმე მაგათი იფტარი იყო დღითი მერე ნახეს თურმე არ ჩასულა მზე ولكنهم لا يعلمون بل ظنوا أن الشمس قد غربت მაგრამ ისინი არ იცოდნენ მაგრამ მაგათ ეგონათ რომ მზე უკვე ჩავიდა ولم يأمرهم النبي صلى الله عليه وسلم بالقضاء და შუმა صلى الله عليه وسلم გაიგო ეგ და არ უბძანა მაგათ ანაზღაურება იმ დღის არ უბძანა მათ ანაზღაურება იმ დღის ولو كان القضاء واجبا لأمرهم به რომც ყოფილიყო ანაზღაურება ვაჯიბი აუცილებლად შუმა صلى الله عليه وسلم მაგათ უბძანებდა ولو أمرهم به لنقل إلينا და თუ უბძანება მაგას უბძანებდა საჰაბებს აუცილებლად ის რივაიათი ჩვენამდე მოვიდოდა ولكن მაგრამ لو أفطر زانا غروب الشمس وظهر أنها لم تغرب وجب عليه الإمساك حتى تغرب وصومه صحيح ადამიანმა თუ მაგას ეგონა რომ მზე უკვე ჩავიდა და დაიწყო ჭამა მერე გამოჩნდა მზე და მიხვდა რომ ჯერ უკვე არ არის იფტარის დროს უნდა გაჩერდეს უცბათო და გააგრძელოს მარხვა ბოლომდე და მისი მარხვა მაინც იქნება რა ჩათვლილი არ იქნება დარღვეული მისი მარხვა الشرط الثاني მეორე პირობა أن يكون ذاكرا ჩვენ თქვით ანუ სამი პირობა ილმი ცოდნა უნდა იცოდეს მეორე უნდა ახსოვდეს და მესამე რა ვთქვით ძალით არავინ არ უნდა დააძალოს რომ იფტარი გააკეთოს მეორე პირობა أن يكون ذاكرا უნდა ახსოვდეს وضد ذكر النسيان და ახსოვნების ანუ პირიქით არის დავიწყება فلو نسي الصائم فأكل أو شرب فصومه صحيح რომს დაავიწყდა ადამიანს ჭამა ან დალია რაღაცა მისი მარხვა არის ჩათვლილი لقول الله تعالى იგივე დალილი ალლაჰის სიტყვები ربنا لا تؤاخذنا إن نسينا أو أخطأنا მეთო ჩვენო არ დაგვსაჯო და არ დაგვსაჯო იმის გამო რომ ჩვენ დაგავიწყდა ან შევცდითო وقول النبي صلى الله عليه وسلم ასევე შომაული صلى الله عليه وسلم სიტყვები რომელიც გადმოსა აბუ ჰურაირა من نسي وهو صائم فأكل أو شرب فليتم صومه فإنما أطعمه الله وسقاه ვისაც დაავიწყდა და ჭამა ან დალია მაშინ გაღიზეროს თავისი მარხვაო იმიტომ რომ ალლაჰმა ეს ადამიანი აჭამა და დაალევინა წყალი
ერთ მას მოვიდა ეგეთ შემთხვევაში, ერთხელ ბიჭებთან ერთად დგას, ელაპარაკება ხალხს. არანაირი ისა მეგობრები არ იყვნენ მუსლიმანები, მივიდა და სემიშკა დაუყარეს. თვითონ მარხულობდა. და სემიშკას ჭამა დაიწყო. ნახევარ საათი ჭამს სემიშკას. ელაპარაკება რაღაც დუნიას თემების და მე რეკასუნდა რომ მარხულობდა. ეგეც რაც შეიძლება მოხდეს. მისი მეგეთი ადამიანის მარხვა რა არ არის დაშლილი. ზოგ ხალხს მოდის შეკითხვა რომ ძმა დამავიწყდაო რომ მარხვაზე ვარ და ცოლთან მქონდა ურთიერთობა. არ ვიცი როგორ დავიწყე, მაგრამ ეგრე ხდება ძმებო. რას ვეთქვით მაგას? მისი რა მარხვა რა ჩათვლილია, არ არის დაშლილი. ის არამ ადამიანს მართა არ ახსოვდა. ეგეც ხდება ძმებო. მესამე ძმებო, მესამე ალ-ირადა, ანუ თავისი ნებით. არ უნდა დააძალოს ვიღაცა, როგორც მაგალითად ჩინეთში. ჩვენ ძმებს უიღურებს, ალლაჰ მაგათ დაიხმაროს. გაგემულია რომ აძალებენ მაგათ რა, ანუ კომუნისტების დროს ასევე მაგას აკეთებდნენ. ნებისმიერ მორწმუნ ადამიანს აძალებდნენ ჭამას მარხვის დროს. მაგათ იმათი მარხვა მაინც არის ჩათვლილი. ალლაჰ დაიხმაროს ეგეთ ხალხს. ამინ. მესამე ალ-ირადatu فلو فعل الصائم شيئا من هذه المفطرات بغير إرادة منه واختيار فصومه صحيح. თუ ვიღაც ადამიანმა გაკეთა რაღაცა, ამ 8 კატეგორიით ჭამა და ასე შემდეგ. რაღაცა და მაგას დააძალეს, ანუ მისი ნებით არ იყო, მისი მარხვა არის სწორიო, მაინც არის ჩათვლილი. ولو انه تمدمد ونزل الماء الى بطنه بدون اراده فصومه صحيح. რომს აბდესტი აიღო, მისი ნების გარეშე, ანუ არ უნდა და შემთხვევით გადაყლაპა წყალი და შევიდა, ანუ კოჭამდე მივიდა, მისი მარხვა მაინც ითვლება, არ არის დარღვეული. ولو اكره الرجل امراته على الجماع ولم تتمكن من دفعه فصومه صحيح. რომს ქალი, რომელიც მაგალითად მარხულო და მისმა ქმარმა დააზალა და კონდათ მაგათ ახლო ურთიერთობა, იმ ქალის მარხვაც მაინც რა არის ჩათვლილია, ითვლება. لانها غير مريد, იმიტომ მაგას არ უნდა და იმ საქმის გაკეთება. ودليل ذلك قوله تعالى في من كفر مكرها. ალლაჰის დალილი სიტყვები რა არის მაგის დალილი? ალლაჰმა თქვა: من كفر بالله من بعد ايمانه الا من اكره وقلبه مطمئن بالايمان. მაგათ გარდა ვინც من كفر بالله من بعد ايمانه, ვინც გაკეთა ქუფრი ალლაჰით, ქუფრი ანუ ურწმუნება რაღაც საქმე ჩაიდინა, إلا من أكره, მაგათ გარდა ვისაც კონდათ რა დაძალებით გაკეთეს, როგორც ბილალის დროს საჰაბებს როგორც აწვალებდნენ, რაღაც ხოჭო გაივლიდა მაგ დროს აწვალებდნენ, წარმოიდგინეთ ძმებო 55 გრადუსია 60 გრადუსამდე მიდის სიცხე უდაბნოში, დაწვევდნენ მაგას მიწაზე ზურგით და დააბავდნენ ფეხებს, ხელებს და მე მაღლიდან დააწვებოდნენ ძალიან მძიმე ქვებს ამ სიცხეში. და რაღაც ხოჭო გაიარა რაღაც ხოჭო ერთ საჰაბას მოვიდა და აბუ ჯაჰლი იყო თქვა ვშტები, უთხრა მაგას იმ საჰაბას უთხრა, თქვი რომ ეს ხოჭო შენი ღმერთია. არიძახა ბოლოს ვერ გაუძლო, თქვა კი ჩემი ღმერთია, მუჰამედი არ არის ჩემი შომავალიო და დაბრუნდა შომავალთან სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამა. და კითხა მაგას შომავალი სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამა, შენ როცა თქვი ესო, შენ გულში რა იყო? ჩემ გულში იყო ალლაჰი და მისი შომავალი, ანუ ეჭვი არ მქონდაო. თუ ის გაიკეთებონო შენო, კიდე იგივე ასე გააკეთეო, მაგის ნება აქ ადამიანს. ანუ ამ შემთხვევაში რა მისი მარხვა ეგეთ ადამიანს მაინც ითვლება. فاذا اكره الصائم على الفطر او فعل مفطرا بدون اراده فلا شيء عليه وصومه صحيح. თუ ადამიანს ეგეთ რაღაც მოვიდა და დააზარეს და ასე შემდეგ, მისი მარხვა არის რა ჩათვლილი მაინც. მეორე შეკითხვა ძმებო, هل لقيام رمضان عدد معين ام لا? როცა ადამიანის ანუ რამადანის ყიამი არის, როგორც თარავიხი მაგალითად. მაგა აქ კონკრეტული რაკათები, ანუ 11, 20, კონკრეტული აქვს მაგას თუ არაო. ليس لقيام رمضان عدد معين على سبيل الوجوب. თარავიხის რამადანის დროს არ აქვს კონკრეტული რიცხვი, როგორც არის აუცილებელი. ანუ რომ თქვა რომ აუცილებელი 11 ან აუცილებელი 20. ეგეთი ვაჯიბი არც ერთი არ არის. فلو ان الانسان قام الليل كله فلا حرج. რომ ადამიანმა მთელი ღამე ილოცოს, ორ-ორი რაკათი მაგალითად, მაგაში პრობლემა არ არისო. ولا قام ب20 ركعه او 50 ركعه فلا حرج. რომ ილოცოს 20 რაკათი, 50 რაკათი, პრობლემა მაგაში არ არისო. ولكن العدد الافضل ما كان عليه النبي صلى الله عليه وسلم. მაგრამ საუკეთესო რიცხვი არის ის, რაზეც იყო შომავალი صلى الله عليه وسلم, وهو 11 ركعه. და ეს არის რა? 11 ركعة أو 13 ركعة أن 13 ركعة. فإن الأم مؤمنة عائشة رضي الله عنها سئلت إمتى شمال صلى الله عليه وسلم يغلس عائشة سكيت خسرهم كيف كان النبي صلى الله عليه وسلم في رمضان. رجوليكو شمال صلى الله عليه وسلم رمضان شان رجوليكو ماجيس مالخوا لطفا داس شمدك. فقالت ماجنتكوا لا يزيد في رمضان ولا في غيره على 11 ركعة. أرومات إبدا رمضان شي دا سخوا دروس 11 ركعة.
არ უმარტებდაო. ولكن يجب أن تكون هذه الركعات على الوجه المشروع. მაგრამ ეს რაკაატები 11 რაკაატი უნდა იყოს ისე როგორც შარიათმა დაწერა. როგორც ალლაჰმა დაწერა თავის შარიათში. وينبغي أن يطيل فيها القراءة والركوع والسجود والقيام بعد الركوع والجلوس بين السجدتين. და უნდა გაგრძელდესო. უნდა იყოს გრძელი. როგორც რუკუ, ყიამი, საჯდა, კითხვა, ანუ ზოგიერთ რას აკეთებს უცბად. ავტომატურად ყველაფერს აკეთებს. ეგრე არა. ყოველთვის უნდა მისცეს თავისი დრო, გაწელოს. ეგეთი ლოცვა იყო თარავიჰის შუმავალი სალლალაჰუ ალეიჰი ვასალამ და ასევე აგზელებდა. خلاف ما يفعله بعض الناس اليوم. პირიქით ზოგი ხალხი ანუ პირიქით აკეთებს დღესო. يصليها بسرعة تمنع المؤمنين أن يفعلوا ما ينبغي أن يفعلوه. ლოცულობენ დაანჩქარათო და იმის გამო ვინც დგას მაგათ უკანა ვერასწრებენ იმის გაკეთებას რას არის საჭიროო. ვალ იმამათუ ვილაია. და იმამი ვიც არისო იმამი ეს არის ვილაია. ვილაია არის ანუ პასუხისმგებლობა ასე თქვათ. მართველი ასე თქვათ. იმამი, ნებისმიერ იმამი ჯამაათში არის მართველი იმათ უკან ვინც დგას მაგის უკან. ვალ ვალი يجب عليه أن يفعل ما هو أنفع وأصلح. და ვალი არის აუცილებელი მაგისთვის რომ გაკეთოს ხალხისთვის ის რაც არის საუკეთესო მაგათვის. وكون الإمام لا يهتم إلا أن يخرج مبكرا خطأ. მაგრამ როცა იმამი ფიქრობს მარტო იმაზე რომ როგორ ჩქარა დავამთავროს და გავიგდეო მეჩეთიდან ეს არის შეცდომა. بل الذي ينبغي أن يفعل ما كان النبي صلى الله عليه وسلم يفعله من إطالة القيام والركوع والسجود والقعود حسب الوارد. აუცილებელი გავაკეთოთ ისე როგორც აკეთებდა შუმავალი სალლალაჰუ ალეიჰი ვასალამ რომ აგზელებდა რუკუს, ყიამ, საჯდას, კითხვას და ასე შემდეგ როგორც მოვიდა ჰადისებში და ასე შემდეგ. وَنُكْثِرَ مِنَ الدُّعَاءِ وَالْقِرَاءَةِ وَالتَّسْبِيحِ وَغَيْرِ ذَلِكَ. და ასე მოუმატოთ ყურანის კითხვას, ანუ ზიქრის, ყურანის თასბიჰები და ასე შემდეგ. მესამე შეკითხვა إذا صلى الإنسان خلف إمام يزيد على 11 ركعة فهل يوافق الإمام أم ينصرف إذا أتم 11 ركعة ეს შეკითხვა ძალიან შეეხება ყოველ წელს ნებისმიერ ჯამააში საქართველოშიც ყველგანაც ასევე ჰარამშიც შუმავალი სალლალაჰუ მეჩეთშიც თუ იმამი ლოცულობსო 11 რაკაატს ანუ 11 რაკაატზე მეც ლოცულობსო და ვინც მაგის უკან დგასო როცა 11 რაკაათამდე მივიდა, უნდა წავიდესო, შეუძლია წავიდესო თუ დარჩესო. ეს არის შეკითხვა, რომელიც მოდის ყოველ წელს. სუნნა რა არის იძახ შეიხი, as-sunnatu an yuwafiqa al-imama. სუნნა არის რომ იმამთან ერთად ბოლომდე დაასრულოს ის რაკაათები. იმამი თუ ლოცულობს 20 რაკაატს მებო, აუცილებელია რა 20 რაკაათი ასევე შევასრულოთ. ზოგი ზმა რას აკეთებს მებო, ცოტა თებიდან. აღკადავა მის დავამატებ ჩემსგან. ზოგი ზმა რას აკეთებს, მაგათ გონიათ რომ სუნნა არის მხოლოდ 11, არა და მაზჰაბების შორის იმამ მალიკ, აბუ ჰანიფა და ასე შემდეგ. არა მაგაშორ არა ის იხტილაფი რომ შეიძლება 20 ცილოცოს თუ არ ვსწრები იმამ მალიკმა თქვა რომ ჩემთვის უფრო სასურველი არისო 20 რაკაათი იმამ მალიკ და მაგათ გონიათ რომ ის არის ბიდაათი არა და პირიქით რას ისინი აკეთებენ ისინი ბიდაათს აკეთებენ როცა გადიან მეჩეთიდან როცა იმამი ლოცულობს 8 რაკაათი ილოცეს მე გადიან მეჩეთიდან მე დანარჩენ 3 რაკაათს სახში ლოცულებენ პირიქით ეს არის ბიდაათი იმიტომ მაგასაც ეხლა მივალთ რატომ ვიტყვით لأنه السنة أن يوافق الإمام سنة نيرو إمام ثانية داسرلو كأجزلو لأنه إذا انصرف قبل تمام الإمام لم يحصل له أجر قيام الليل إميترون تو جوا لطفيدان سنام إمام دام تورس تابيز لطفاسو أنو أجرس ورميخسرسو قيام الليل مدلي مغاز أركنبا والرسول صلى الله عليه وسلم قال ده شو ماما صلى الله عليه وسلم تقوى من قام مع الإمام حتى ينصرف كتب له قيام الليل فينس დადგა იმამთან ერთად სანამ არ დაამთავრა იმამი ლოცვა მაგას დაეწერება რომ ყიამულ ლეილი ილოცვა من أجل أن يحثنا على المحافظة على البقاء مع الإمام حتى ينصرف شوماმა სალასანო მაგას რატო იზახთა რომ ადამიანს კონდეს мотивация რომ დარჩეს იმამთან ბოლომდე სანამ თვითონ იმამი არ დაამთავრებს فإن الصحابة ნახეთ საჰაბები როგორ აკეთებდნენ فإن الصحابة رضي الله عنهم وافقوا الإمامهم في أمر زائد على المشروع في صلاة واحدة საჰაბები მიუხედავად იმისა რომ მაგათი იმამი ლოცვაში დაამატა ის რასაც არ იყო შარიათში მაინც მიყვებოდნენ თავის იმამს وذلك مع أمير المؤمنين عثمان بن عفان رضي الله عنه حين أتم الصلاة حين أتم الصلاة في منى في الحج და ეს მოხდა أمير المؤمنين عثماნის დროს როცა عثمانი იყო იმამი საჰაბები იყვნენ მის უკან გააკეთა ეგრე ანუ მოუმატა
ორ რაკათის მაგრად 4 რაკათი როცა ეი სალაჰა 4 რაკათინ ანუ იროცა 4 რაკათი მა ანა ნაბი სალლალაჰუ ალეიჰი ვასალამ ვა აბუ ბაკრ ვა უმარ ვა უსმან ფი ავალ ხილაფათიჰი მიუხედავად იმისა რომ შუამავალი სალლალაჰუ ალეიჰი ვასალამ აბუ ბაკრი უმარი და ოსმანი თავის პირველი ხილაფათის დროს ჰატა მადა 8 სანავად პირველი 8 წელიო كانوا يصلون ركعتين لوتسولوبن اور ركعات انو ميناشي 2 ركعات ثم صلى 4 ميلي عثمان إلوتسا 4 ركعات راتو გააკეთა ძმებო ეგ თავის იჯტიჰადი გააკეთა ოსმანი რადიალლაჰუ ანჰუ იყიდა მან სახლი ოსმანს რადიალლაჰუ ანჰუ თავის იჯტიჰადი გააკეთა რომ მაგას ეგონა რომ 2 რაკათს ლოწულობენ საფარის გამო რომ საფარია როცა შორს არის მაგრამ როცა სახლი მან ახლოს იყიდა მაგას ეგონა რომ ალოს ეს საფარი მისთვის არ არის მაგით ლოწულობდა 4 რაკათს მაგრამ დანარჩენი საჰაბები უთხრეს რა არასწორი ხარო მაგას მაიყო საჰაბები იყვნენ და არასწორი ხარო მაგრამ მაინც მიყვეს მიუხედავად იმისა ოსმანი 4 ლოცულობდა მაინც მიყვეს და 4 ლოცულობდა მაგასთან ერთად ვა ანკარა საჰაბათუ ალეიჰი ზალიკ და საჰაბები მაგაზე ანუ ინკარი გაუკეთეს ანუ უთხრეს რომ არასწორად აკეთებო ვა მა ჰადა კანუ იეთბიუნაჰუ იუსალუნა მააჰუ 4 მიუხედავად იმისა მაინც მიყვებოდნენ და მაინც 4 რაკათს მაგასთან ერთად ლოცულობდნენ ნახეთ მებო ეს არის იმ ხიდან როცა საჰაბები თქვეს რომ არასწორად აკეთებო მაგრამ მაინც მიყვებოდნენ ეს კიდე ძმებო 20 რაკათი ანუ ჰალალია პრობლემა არ არის არც ბიდათი არ არის არაფერი არ არის მიუხედავად იმისა ეს უფრო თუ ადამიანი გავა მეჩეთი და იმამს დატოვებს ეს უფრო დიდი დანაშაულია ვიდრე მაგ დროს უფრო დიდი დანაშაულია ანუ სუნას ტოვებს ადამიანს და ბიდათს თulis მაგას უარეს დაკეთებს فإذا كان هذا حديث صحابتي وهو الحرص على متابعة الإمام دا تو ეს არის საჰაბების გზა რომ მიყვეს იმამს მიყვესო فما بال بعض الناس إذا رأى الإمام زائدا عن العدد الذي كان النبي صلى الله عليه وسلم لا يزيد على وهو 11 ركعة راوت قد إم خالصه რომელიც იმამი როცა ლოცულობს 11 რაკათზე მეტიო და გადისო لا يزيد عليه وهو 11 ركعة როცა 11 რაკათს ლოცულობსო ოდეშე ცუთი فما بال بعض الناس راوت قد إم خالصه إذا رأى إمام زائدا რომ ნახულობსო იმამი უფრო მეც ლოცულობსო იმ რაკათებზე ანუ 11 რაკათზე როცა ლოცულობდა შუამავალი სალlallahu ანუ 11-ზე كما نشاهد بعض الناس في المسجد الحرام ასე როგორც ხედავთ დღესო შუამავალი სალlallahu მეჩეთშიო ანუ ან მეკაში ასევე მეკაშიც ასევე მედინაშიც ينصرفون قبل الإمام بحجة გადიან ლოცვიდან სალამ იმამი დაამთავროს ლოცვასო იმ დალილითო ვითომ იმ კესებოლებით რომ أن المشروع 11 ركعة რომ შარიათი არის დაფუძნებულიო 11 რაკათი ძმებო სხვა ჰადისში აიშამ რადიალლაჰუ ანჰა თქვა რომ შუამავალი სალlallahu თქვა რომ სალათულ ლეილი სალათულ ლეილი მასნა რას ნიშნავს რომ ღამის ლოცვა ანუ თარავიჰი და ასე შემდეგ არის 2 რაკათი ამიტომ აქეთ ალიმები თქვის რომ შუამავალი სალlallahu არ დააყინა ზუსტი რიცხვი 11 მაინც და მაინც 2 როცა თქვა ანუ ეს ნიშნავს რომ რამდენს გინდა იროცი 2 20 30 40 შეხმე იბენ ბაზმ თქვა რომ თუ შეგიძლია თუ გინდა 40 რაკათი იროციო 40-იც იროციო შეხმა იბენ ბაზმა ეგ თქვა მეოთხე შეკითხვა ძმებო بعض الأشخاص يأكلون والأذان الثاني يؤذن في الفجر لشهر رمضان فما هي صحة صومهم زوجيتي خالخيو روز أذان موازني أذانسو مقدروس ჭამსო და კიდე აგზელებს ანუ აწყვეტს თავის ჭამასო რა არის როგორია მაგათი მდგომარეობა მაგათი მარხვა და შეიხი ძახის რომ إذا كان المؤذن يؤذن على طلوع الفجر يقينا فإنه يجب الإمساك من حين أن يسمع المؤذن فلا يأكل ولا يشرب تو ადამიანს ესმის მუაზინის აზანი რომელიც აძლევს აზანს ანუ უეჭველი დრო იცის რომ უეჭველი შევიდა დრო ფაჯრის დრო ამ შემთხვევაში არ შეუძლია მისთვის რომ გააგზელოს ჭამაო ანუ ეს ცნობილი იყო ადრეს მე ადრე გამიგი აქ ჩვენთანაც ზოგის მაიზახთა თუ აზანი იყო ნათქვამი სალამ აზანი არ დამთავრდება შეგიძლია ჭამო არცად არა ეგეთი დალილი ძმებო უნდა შეწყვიტოს ეგ როდის არის ძმებო ეხლა შეიხი იწვის როდის არის ამა إذا كان يؤذن عند طلوع الفجر ظنا მაგრამ თუ მუაზინი აძლევს ანუ აზანი ფაჯრისთვის ანუ ეჭვი აქვს შევიდა თუ არა ეჭვი აქვს ხო მუაზინს უეჭველი არის ის لا يقين არა უეჭველად كما هو الواقع في هذه الأزمان رجوز خطيبة أسوي تشين روساس فإن له أن يأكل ويشرب إلى أن ينتهي المؤذن من الأذان ماجاس كوبل بروج أموز داليوس سلام أدام تورس موازيني تاوس أزانسو إس رادروز مبو لوتسا موازيني خندق شيء دبا توتا أدري أدريوس
აზანს მაგას ეშინია რომ არ გაასწინოს და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში ადამიანს შეუძლია. მაგრამ დღეს უკვე ხამდა ჩვენ ზუსტად ვიცით როდის მზე იწყებს გამოსვლას. უკვე ზუსტად პროგრამები ზუსტად მუშაობს და ჩვენ ასე რომ საერთოდ პროგრამები ვიცით ზუსტად რომელი საათზე და ასე შემდეგ. როგორც კი იქცევს აზანის მიცემა მოაზინი არ შეიძლება ძმებო ჭამა არც დალევა. მეხუთე შეკითხვა كثير من الناس في رمضان أصبح همهم الوحيد هو جلب الطعام والنوم. ძალიან ბევრი ხალხიო მაგათი მიზანი რამადანში რა არისო? მხოლოდ საჭმის მომზადება და ძილიო. فأصبح رمضان شهر كسل وحمول. და რამადანის თვე გახდა მაგათვის სიზარმაცის თვე. كما أن بعضهم يلعب في الليل وينام في النهار. როგორც ასევე ზოგიერთი მაგათგან ღამით თამაშობსო და დღითი მაგათ ზინავთო. فما توجيهكم لهؤلاء როგორც შევას მისცემთო ეგეთ ხალხისთვისო. شيخ يزاخسرو أرى أن هذا في الحقيقة يتضمن إضاعة الوقت وإضاعة المال. მე ვფიქრობ, სინამდვილეში აქ უკვე შედისო დროის დაკარგვა და ასევე ფულის დაკარგვა, ანუ ხაერზე გადაგდება ასე ვთქვათ. إذا كان الناس ليس لهم هم إلا تنويع الطعام. თუ ადამიანის ანუ ფიქრები მხოლოდ იყო როგორი სხვადასხვა საჭმელი გავაკეთო. والنوم في النهار და ასევე ძილი დღითიო, როგორ დავიძინო, გამოვიძინო და ღლილი არ ვიყო. والسحر და ანუ და والسحر على الأمور لا تنفعهم في الليل. და ასევე ანუ ხიზლად არიან იმ საქმეებზე, რომელიც არანაირ ხელის მაგას არ მისცემს. ანუ ღამესო. ზოგიერთ თამაშობს, ზოგიერთ რაღაც უყურებს, ზოგიერთ რაღაც სპორტს უყურებს, მაგალითად და მე რეიძინებს, თორსა ფაჯრის მე რეიძინებს. ზოგი რას აკეთებს მებო რომ ფაჯრამდე არ ზინავს საერთოდ. ფაჯრი შედის, მაშალა თავისუფალი კაცი არ მუშაობს, არაფერს არ აკეთებს. ფაჯრი შედის, იძინებს სანამ ზუხრამდე კი არა, სანამ ცოტა დარჩება ასრამდე. იმდეს იძინებს. არასწორია ძმებო. რამადანი არ არის მაგისტვის, რამადანი ჩვენთვის არის ძმებო, წელში ერთხელ მოდის. რა იცი ძმებო? შეიძლება მე ვერ მოვახცე, ანუ ჩვენ ვერ მიაღწევს რამადანამდე. გასულ წინა აუდიო ჩავაგდე WhatsApp-ში. ერთი ძმა შეხ აბდურაზაკ ალბადრო ყვებოდა ძმებო. ადამიანი იყო ცნობილი დაავადის ადამიანი აფრიკაში და იყო ძალიან დიდი სწავლული. და ყოველ წელს ამზადება ხალხს რამადანისთვის. ამზადება ლექციებს, გაკვეთილებს და ასე შემდეგ. ერთი კვირა დარჩა და მოკვდა, გარდაიცვალა. ადამიანი რომელიც მართა დიდი სწავლული იყო, გარდაიცვალა. როგორ ემზადებოდა, მაგას ჰქონდა ნიათი რომ მივარა, მაგრამ მე ვერ მივიდა. ასევე შეიძლება ჩვენ თავს მოგვივიდეს ეგეთ რაღაც. ალამა ხერი გახადო ჩვენი სიკვდილი. ამინ. ნახეთ მებო. فالرجل الحازم هو الذي يتمشى في رمضان على ما ينبغي من النوم في أول الليل. بوديش خور قاموا شيء خو. فإن هذا لا شك إذاعة أي نخطأ. فإنه لا شك إذاعة فرصة ثمينة ربما لا تعود إلى الإنسان في حياته. უეჭველოთ ეს არის დიდი შანსის გამოტოვება, ძალიან ძვირფასი შანსის, რომელიც შეიძლება არ დაუბრუნდეს ადამიანს. فالرجل الحازم ადამიანი რომელიც არის ანუ რომელიც კარგად ფიქრობს. هو الذي يتمشى في رمضان على ما ينبغي من النوم في أول الليل. ის რამადანს ისე ატარებს რომ აკეთებს ღამეს ის რასაც მაგას ჭირდება, ანუ პირველი ღამის ნაწილში. والقيام في تراويح ანუ თარავის არაცდენს. والقيام آخر الليل إذا تيسر. ასევე ღამის ბოლო ნაწილს ცდილობს რომ ლოცვებში გააკეთოს, ყურანის კითხვაში, დუებში და ასე შემდეგ. თუ მაგასთვის ადვილია, რა თქმა უნდა, ზოგიერთი ძმა მუშაობს და მართლა მაგათ არ შეუძლია. მაგრამ ვიღაცის თუ ადვილია, არ უნდა დახარჯოს ეს ძვირფასი დრო თამაშებში, გართობაში, და ასე შემდეგ. وكذلك لا يسرف في المآكل والشراب. ასევე არ უნდა დახარჯოს ეს ყველაფერი თავისი ძვირფასი დრო რა საჭმელებში, სასმელებში და ასე შემდეგ. وينبغي لمن عنده القدرة أن يحرص على تفطير الصوام. და იმა في المساجد და ვისაც აქ საშუალებაა აუცილებლად შეიცადოს რომ აჭამოს ხალხი, ვინც მარხულობსო. აუცილებელი რომ აჭამოს ხალხი, ვინც მარხულობსო, რომ სიყოს ეს მეჩეთებშიო. ანუ შეიძლება გაშალო მეჩეთში, იფტარი გაშალო და ხალხი აჭამო და მადლი გექნება შენ. أو في أماكن أخرى, ან სხვა ადგილებში. لأن من فطر صائما له مثل أجره. იმიტომ რომ ვინც აჭამა მარხულ ადამიანი, მაგას ექნება იგივე მადლი. فإذا فطر الإنسان إخوانه الصائمين. და თუ ადამიანმა დააპარა თავისი ძმები, ანუ ვინც მარხულობს, فإن له مثل أجورهم. მაგას ექნება იგივე დიდი მადლი. فينبغي أن ينتهز الفرصة من أغناه الله تعالى حتى ينال أجرا كثيرا. ამიტომ ადამიანმა აუცილებლად უნდა შეეცადოს გამოიყენოს ეს მომენტი, ვისაც შეუძლია რომ მიაღწიოს დიდი მადლი. და ბოლო შეკითხვა დღეს მებო, მეექვსე შეკითხვა.
بعض أئمة المساجد في رمضان يطيلون في الدعاء زوجيت إمامي رمضانشي دوبس زانك زلبن أنا قنوتيز دروس زانك زلبن وبعضهم يقصر ده زوجيت زان مقلسك اتبن فما هو الصحيح رالز وبرو وكتس رالز وبرو ستوري الصحيح ألا يكون غلوا ولا تقصيرا وكتس يسار ألون ده يقول أنه زد مت يتسو ألون ده يقصو أسبب مقلس ألون ده يقصو فالإطالة التي تشق على الناس منحي عنها როცა იმამი ანუ აგრძელებს ლოცვასო ანუ ყუნუცო და ასე შემდეგ რომ უკვე ხალხისთვის ძნელი არისო ეს არის მაგაზე არის რა ჰადისი რომ არის აკრძალულიო فإن النبي صلى الله عليه وسلم لما بلغه أن معاذ بن جبل أطال الصلاة في قومه غضب صلى الله عليه وسلم روش محمد صلى الله عليه وسلم غايغو معاذ بن جبل ما غالزل لوتسوا تاويس خالتان يختات غبرز ده شوما صلى الله عليه وسلم لم يغضب في موعظة مثله قط და ისე გაბრაზდა რომ როცა დავას აკეთებდა შომალის ალსან ვაიზ აძლევდა ეგრე მაგრამ ანუ ასეთ ხელ არ იყო გაბრაზებული ნახეთ მე რომ ხალხი უნდა გაითვალისწინო ზოგი დაღლილია ზოგი სამუშაოს მერე მოდის ზოგს შეიძლება ბავშვები ყავს და ასე შემდეგ არ უნდა გაგზელო ძალიან وقال لمعاذ بن جبل და რა უთხრა معاذ بن جبل افتان انت يا معاذ ანუ ფიტნა ადამიანი ხარო შენ يا معاذ ფიტნას რატო აკეთებო فالذي ينبغي أن يقتصر على الكلمات الواردة راس უნდა გაკეთო ადამიანი ის გამოიყენოს ის სიტყვები რომელიც არის მოსული სუნნათში أو يزيد قليلا لا يشق أن ცოტათი მოუმატოს მაგაში პრობლემა არ არისო ولا شك في أن الإطالة شاقة على الناس არა ის მაგაში ეჭვი რომ გაგზელება ყუნუთის ხალხისთვის არის პრობლემა وتحرقهم وترحقهم და ის მაგათთვის არის ძნელიო ولا سيما الضعفاء منهم და რა თქმა უნდა თუ მაგათ ხალხი შორის არის სუსტი ხალხი როგორც უფროსები ბებრები მაგა ავადმყოფები და ასე შემდეგ ومن الناس من يكون وراءه أعمال და შეიძლება ხალხს კონდეს მაგათ შორის იყოს ბევრი საქმეები მაგათ კონდეთ ولا يحب أن ينصرف قبل الإمام და ეგეთ ხალხს არ უნდა იმამამდე ადრე გავიდეს მაგრამ იმამი ის აგზელებს ლოცვას რომ იმნე საქმეები აქვს თავის ოჯახური შეიძლება სამუშაო და ასე ვალდებული რომ გავიდეს الإمام يشق عليه أن يبقى مع الإمام ეგეთი ადამიანი პრობლემას ქმნის ადამიანისთვის რომ დარჩეს ადამიანი ბოლომდე იმამთან ერთად فنصيحتي لإخواني الأئمة ეს არის ჩემი რჩევა ყველა იმამებისთვის ასევე იმამების ნასიხათი არის შეიხის أن يكون بين რომ იყონ ანუ შუაში იყონ არ ძალიან გაგზელონ არ ძალიან დაამოკლონ كذلك ينبغي أن يترك الدعاء ახანდახან ასევე დუას უნდა თავი დაანებოთ არ უნდა წაიკითხო ანუ ყუნუთის დუა ყოველთვის არ არის სუნნათიზმებო أحيانا حتى لا يظن العامة أن القنوت واجب في الوتر რომ ხალხს არ ეგონოს რომ ყუნუთი არის واجبი ვიტრი მისი ლოცვა არის واجبი ხალხისთვის გაგიზმებო ალლაჰს ხომ ბარაკა მოგცე ჩვენ ალლაჰს ხომ ჩვენი მარხვა ჩვენ მოგვამზადოს მარხვისთვის გაგვატაროს მარხვაში იხლასით და გაგვატაროს ჩვენი მარხვა ისე რომ ყაბულიანი იყოს ამინ اللهم بارك مغفرت سبحانك وبحمدك اشهد ان لا اله الا انت استغفرك واتوب اليك მონის განთავისუფლება მას იყოს ჯერ ციხეში რო არის ეგეთში შედის მაგაში დაუშვათ არა მონა არის არ ვიცი ზმა არ ვიცი ან ციხე-დაბა განთავისუფლება მივხვდი რა სიძახე არ ვიცი ახი ეს მაგალითად პროგრამები ხომ ზუსტად ვიცი რომ ზოგი პროგრამაში 5-6 წუთი გვიან აზანს აძლევს ზოგი პროგრამაში ადრე აძლევს მაგ დროს ჭამის მეთოდი შენ თუ იცი რომელი პროგრამა ზუსტად აძლევს მაგას მიყევი ჰა ხო თუ იცი რომ როგორც მიგავიგი შენ იცი ხო იქ ქვიძმა რომ მუზის გამოსვამდეო შეიძლება უწამო როგორც გათენებას დაიწყება გათენება ხო ეგ ფაჯრი შედის მე ამოსვლა თქვი ამოსვლა აი ინშალა ხალხი მიხვდა ახლა კიდე გავიმეორებ რომ როგორც კი გამოჩნდება ის ძაფი ასე ვთქვათ ხო ხორიზონტი ხო ჩანს განათება რო დაიწყებს უკვე ფაჯრი შედის